უკრაინაში რუსეთის ომი ჟურნალისტებისა და მთავრობების მიერ კარგად იყო დოკუმენტირებული. ბრიტანელი მხატვარ ჟურნალისტი ჯორჯ ბატლერიც ომს აღწერს, მაგრამ კალმით, მელნით და აკვარელით. გარკვეულწილად ეს საკმაო სიმპათიას იწვევს და მოითხოვს გულწრფელობას. მე ადამიანებთან საკმაოდ რო გავატარე და როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ნამდვილად ღირებულია. ბატლერი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ნანახს აღწერდა. კეთრის კლინიკა ნეპალში, შეიარაღებული ჯგუფები იემენში, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები და კონფლიქტები ავღანეთსა და სირიაში. 2022 წელს ბატლერი ოდესაში გაემგზავრა, როდესაც უკრაინელები შიშობდნენ, რომ ზღვიდან თავდასხმა მოხდებოდა. მას შემდეგ ის მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა, მეტროს სადგურებში და ფრონტისპირა ქალაქებში და ბუჩაში, მისი მასობრივი სამარხებით. ამასთან ერთად ბატლერმა შეაგროვა ათობით მონათხრობი უბრალო უკრაინელებისგან, რომლებიც ომის არაორდინარულ გარემოებებს უმკლავდებიან. 4 წლის ბავშვით დაწყებული, რომელიც კუპიანსკში მაღაზიის გარეთ იცდიდა, 99 წლის ქალბატონამდე, რომელმაც თითქმის 100 წელი იცხოვრა და უკრაინის ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდი აღწერა და ასევე სხვა ყველაფერი, ექიმები და პაციენტები და არქიტექტორები. ბატლერმა 25 ეს მონათხრობი შეკრიბა თავის ილუსტრირებულ წიგნში უკრაინა მეც გახსოვდე. ერთი მათგანი პეტროს ეკუთვნის, რომელიც ბატლერმა დილით სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაიცნო. ეს ხანდაზმული კაცი იყო, რომელიც მიწაზე ნაპოვნ წიგნებს აგროვებდა. ის წიგნები ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოცვლდა. ის იქ იყო და ფიქრობდა, რომ ეს წიგნები სულის საზრდო იყო და შეძლებდა კი ჩაულას თუ იატაკზე დაგდებულ პურს დაინახავდა. ამიტომ მან ის წიგნები პატარა, აკურატულ შეკვრებად დაალაგა და წავიდა. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ეს ამბავი პირველ გვერდზე ვერ აღმოჩნდებოდა და მაინც ეს იყო ერთგვარი დიდი ჰუმანურობა, მის მიღმა დიდი იმედი იყო. ბატლერი ამბობს, რომ წიგნი უკრაინელი ხალხის ამტანობის და ძლიერების, ყველაზე მძიმე მომენტებში გამძლეობისა და იმედის შესახებაა. როდესაც ამ ნახატებს ვუყურებ, მახსენდება, რაც მათ მიამბეს. ამას თან ვატარებ და აუცილებლად მტკივნეულ რაღაცად არ ვთვლი. ვთვლი, რომ საკმაოდ გამამხნევებელია ასეთი სახის სულისკვეთება ჩემთან იყოს.